დიმიტრი ლორთქიფანიძე დემოკრატიული მოძრაობის წევრია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენთანაც მინდა დავიწყო საუბარი სწორედ იმ თემით, რა თემითაც დავასრულე ზურაბ აბაშიძესთან. ეს არის ჩანაწერი, რომელიც მოსალოდნელია გაჩნდეს კონსტიტუციის ახალ ვარიანტში. საუბარია საქართველოს საგარეო კურსზე და სხვათა შორის დღეს, როცა თქვენ დატოვეთ სამუშაო ჯგუფი, განაცხადეთ, რომ ერთ-ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, ზღვარი, რომელიც თქვენთვის დატოვების მიზეზი გახდა ამ ჯგუფისა იყო სწორედ ამ ჩანაწერის გაჩენა და სხვათა შორის დღესვე მედიის განვითარების ცენტრმა თქვენ კვლევაში დაგასახელათ როგორც ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც პრორუსულ გზავნილებს აჟღერებს. თქვენი ეს განცხადება საგარეო კურსთან დაკავშირებით ხომ არ გახდება, ასე ვთქვათ, ხომ არ გაამყარებს ამ შეფასებას? ქრისტიანს მოგესალმებით, გილოცავთ თქვენ დღესასწაულს. ბატონი ზურაბ აბაშიძის განცხადებებიდან მე მინდოდა აქცენტები გამეკეთებინა ისეთ პასუხებზე, რომელიც თქვენი კითხვიდან გამომდინარეობდა, მაგალითად იმასთან დაკავშირებით თუ რა დავკარგეთ და რა დავთმეთ 2008 წლის შემდგომ, რაც სამწუხაროდ ბატონმა ზურაბმა ვერ გაიხსენა. ერთ ის გაიხსენა, რომ რადარებიდან გაქრობა CNN-ზე გამოჩენას არ უნდა გულისხმობდეს მისი უკან დაბრუნება რადარზე. არამედ ეს არის ელემენტარულად საპარლამენტაშორისო ასამბლეების ფორუმებზე ჩვენი პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებები და რეზოლუციები მინიმუმ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად, რამაც ასევე ძალიან იკლო. ხოლო ის რომ გალში უკვე სამხედრო ქალაქი გვაქვს, ის რომ გალში აბსოლუტური დისკრიმინაცია მიმდინარეობს ეროვნულ-ეთნიკური ნიშნით ქართველებისა, ის რომ მემორანდუმები ფორმდება ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და მეტიც საჯარისო ფორმირებები გახდა უკვე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი, ის რომ რეფერენდუმი იმართება და გაიმართა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში. ეს არ არის გაგრძელება იმ მავნე ნაყოფისა მოქმედობის შედეგად მიღებულისა, რომელსაც ამჯერად უკვე ქართული ოცნება ესტაფეტით იღებს და აგრძელებს ნაციონალური მოძრაობისგან. დიახ, ნაციონალური მოძრაობამ ყველაზე მძიმე შეცდომა და დანაშაული, რომელიც ჩაიდინა აგვისტოს მოვლენების შემდგომ, გახდათ ის, რომ მან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შეყვანის პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ეკონომიკური საზღვრები გადმოწია ფსოუდან ენგურზე და როკიდან გორში, ხოლო ქართულმა ოცნებამ რეალურად ეს პოლიტიკა მიუშვა სადავეებზე და ის დაპირებული პოლიტიკური პირობა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დიალოგის დაწყებისა, რა თქმა უნდა, უგულებელყო. ისე რომ დღემდე მსგავსი ტიპის დიალოგი არ დაწყებულა. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დიახ, ლავროვის სოხუმში ვიზიტის პასუხად დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, რომელიც წარმომადგენლებიც არიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, გამოაწყვეს ასე ვთქვათ, გარდამავალი დებულების სახით ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მისწრაფების გარდამავალი დებულება. სწორედ ის, რაზეც თავადვე ამბობდნენ უარს, რომ პრეამბულაში ჩაეწერათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თურმე მათი ფანდი, მათი ხრიკი მდგომარეობდა იმაში, რომ პრეამბულის ნაცვლად ისინი აპირებდნენ და განახორციელეს კიდეც გარდამავალ დებულებაში აღნიშნული ჩანაწერი. ან თქვენთვის ღვარი სწორედ ეს აღმოჩნდა და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ დაგეტოვებინათ. მე მინდა აქცენტი გავაკეთო და კორექტირება მოვახდინო დასმული შეკითხვისაც ჩემი პასუხიდან გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი საკითხები, რომელიც აქამდე განიხილებოდა და რაც ჩვენთვის დემოკრატიული მოძრაობისთვის წარმოადგენდა წითელ ხაზებს, გახდათ საარჩევნო სისტემები, რომელიც რეალურად არ რეფორმირდა, გახდათ პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება იმ სახით, რომელიც სახითაც ჰქონდა უფლებამოსილებებს გულისხმობდა არჩევის წესს, გახდათ მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ ქონე პირებისათვის შეზღუდვის სახით და ასევე გახდათ სახელმწიფო ხელისუფლების თავში განსახილველი. ბატონო დიმიტრი, როდესაც იწყებთ ამ 4 მნიშვნელოვან მუშაობას ჰქონდათ მოლოდინი, რომ ყველა ამ თქვენ შენიშვნას მართველი გუნდი გაითვალისწინებდა? და ამ 4 საკითხს დაემატა სწორედაც ბოლო წვეთის სახით აი ეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მისწრაფების ეს კონსტიტუციური ჩანაწერი მე მინდა ახსნა თუ რატომ არის ეს ჩვენთვის მიუღებელი. იმიტომ რომ რეალურად მოქნილი პოლიტიკა გულისხმობს შესაძლებლობების გაზრდას და არა ამ შესაძლებლობების შეზღუდვას და როდესაც ჩვენ გარდამავალ პოლიტიკურ ტენდენციებს ასახავ კონსტიტუციაში, რომელიც მარადიული ღირებულებების ასე ვთქვათ თავშეყრის
დოკუმენტია, როგორც პოლიტიკური ისე თანხმობისა რა. ამით შენ უზღუდავ შენს ქვეყანას მოქნილი პოლიტიკის გატარებას, საკუთარივე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მონური მორჩილება კონკრეტული პატრონის მიმართ, ეს არის საშინაო დავალების შესრულება და არა პირნათელი პოზიცია საკუთარი ერისა და მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ არის ქალბატონო ემა ეს მიუღებელი, ეს არ არის რუსული ნარატივი, ეს არის სწორედ ქართული ეროვნულ ინტერესზე მორგებული პოზიცია, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი ფუთავენ როგორც რუსული ნარატივი. ეს არ არის რუსული ნარატივი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დიმიტრი ლოსკიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო ჩვენთან გვერდთობა და ერთ-ერთი სტუდიიდან.